უწმინდესთან ჩემი პირველი შეხვედრა იყო ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება. იმის მერე საკმაოდ დიდი დრო გავიდა, ეს იყო 1996 წლის ნოემბერი. მისი ახლობლის რეკომენდაციით მოხვდი უწმინდესთან. რაზე იყო საუბარი, რა უთხრა მან, როგორ შესთავაზა ჩემი თავი, მე ეს არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ მე დამირეკეს და მითხრეს, რომ უწმინდესთან უნდა მივსულიყავი და გამეხარდა კიდევაც, შევშფოთდი კიდევაც, რომ იმ ღამეს თელეღამი არ მიძინია. მივედი უწმინდესთან მეორე დღეს, მივედი ძალიან დიდი მორიდებით, მე სხვა დროს უწმინდეს ესე პირისპერ ნანახი არ მყავდა და დამხვდა იქ საოცრად მოალერსე, მომღიმარი ადამიანი და მთლიანად მომეხსნა ის ჩემი ღელვა მასთან ურთიერთობის დროს. იმის მერე მე დავდივარ უწმინდესთან როგორც ექიმი, შევუერთდი იმ გუნდს, რომელიც ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე და უფრო აქტიურად ვარ 2009 წლიდან. და მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ესეთი დიდი ბედნიერება მომცა, რომ მოვიაზრები იმ გუნდის წევრად, რომელიც ყურადღებას აქცევს უწმინდესის ჯანმრთელობას. ყველასთვის დიდი პატივია, რომ უწმინდეს მიულოცოს დაბადების დღე იქნება თუ ინტრონიზაციის დღე იქნება თუ რამე სხვა ღირსშესანიშნავი თარიღი იქნება. ჩემთვისაც დიდი პატივია მიულოცო უწმინდეს დაბადების დღე, უსურვო მას ჯანმრთელობა და დიდი ხნის სიცოცხლე. და ჩვენც ყოფილიყავით ისეთი მოალერსეები და ესეთი მოყვარულები უწმინდესისა, როგორიც თვითონ არის ყველას მიმართ. დაახლოებით 2018 წელი იყო, როდესაც ქალბატონ გულიკო ჩაფიძემ მიმიყვანა პირველად პატრიარქთან და იქიდან დაიწყო ეს ბედნიერი დღეები პატრიარქთან ურთიერთობის. განსაკუთრებულია პატრიარქთან ურთიერთობა, მის უწმინდესობას გააჩნია განსაკუთრებული სიყვარული ხალხისადმი, რაც ეს ნათლად ჩანს და ძალიან კეთილია, არ შეიძლება რომ მან იცოდეს, რომ ადამიანს მისი დახმარება სჭირდება და არ დაეხმაროს პატრიარქი და ეს ნამდვილად საოცარი და განსაკუთრებული უნარი არის მისი უწმინდესობის. ყოველი დღე არის განსაკუთრებული, ყოველი დღე, ყოველი წუთი, ყოველი წამი, ყოველი შეხვედრა მასთან ურთიერთობა არის, ანუ ერთი ურთიერთობა არ არის, ყოველთვის არის სულ სხვანაირი, განსაკუთრებული და ყოველთვის პატრიარქისგან მოვდივართ განსაკუთრებული სიხარულით, დალოცულები და უფრო სხვა ენერგიით და ეს არის განსაკუთრებული პატრიარქთან ურთიერთობის. თქვენ უწმინდესობავ და უნეტარესობავ განსაკუთრებული სიყვარულით და მადლიერებით გილოცავთ აღსაყდრებიდან 48 წლის იუბილეს და დაბადებიდან 93 წლის იუბილეს. პირველ რიგში გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე.